შენ თურმე გპირდებოდნენ როგორც იდიოტს ევროკავშირში მიღება თუ უნდოდა ევროკავშირში ვერ მიგვიღო მე კიდე გეუბნები ჩემს მონოგრაფიაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები 2003 წელს სპეციალურად დავწერე, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილება იყო შევარდნაძის ხელისუფლება, ეს იყო კვაზი ხელისუფლება, მოსაცილებელი და მოვიდა სამაგიეროდ მუნციფარი აბსოლუტურად ესე იგი უვარგისი ხელისუფლება, მაგრამ მე სხვანაირ სცენარს ხედავდი, იქ დავწერე ყველაფერი, როგორი იყო ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური მიმართულებები და იქ მოტანილი მაქვს ევროპის ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის სტატია, რომელიც პირდაპირ აცხადებს. ახლა ინგლისელს ვერ დასწამებ ვერანაირ პროფესიულ ნაკლს რა, რომ ან რუსეთუნია, ან საქართველო უყვარს, ან ის პირდაპირ წერს. და არაერთი კაცი წერს ამ პოსტსოციალისტურ სივრცეში საქართველო დასახელებული იყო მესამე ქვეყნად, სადაც უახლოეს ხანში რეფორმების შედეგად ჩვენ უნდა გვეხილა ახალი ეკონომიკური ვეფხი. აზიური ოთხეულის მსგავსად. ჩვენ რა გავაკეთეთ? კიდე გეუბნებით, აღმოსავლეთ ევროპის ვერცერთი ქვეყანა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩათვლითაც კი ახლოს ვერ მივიდოდა საქართველოს პოტენციალთან, ინტელექტუალურ პოტენციალთან, საწარმოო პოტენციალთან, რომელსაც უნდოდა მოდერნიზირება და უკვე სხვა ეკონომიკის, არა ადმინისტრაციული მძანებლური ეკონომიკის, არამედ სხვა თანამედროვე ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის აგება ჩვენ ამის ნაცვლად ხერხემალში გადავტეხეთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ჩვენი მიღება ევროკავშირში გაცილებით ადრე შეიძლებოდა ნება რო გქონდათ. ჩვენ პრეტენზია იქეთ ალბა. მე არაერთხელ დავწერე, რატომ არ მიგვიღეს ნატოში? რა გვაკლდა? ნატოს საზღვაო ფეხოსანთა უბრწყინვალესი იყო ყოველ შემთხვევაში. სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი იყო ქართველი ჯარი. აი იმ ჯარმა შეუქმნა რუსეთს 2008 წელს პრობლემები. ახლა რუსეთს ვერ დაამარცხებდი, მაგრამ იმ ჯარმა დაანახა რუსეთს თავისი ნაკლი და მათ 2008 წელს მოახდინეს გლობალური გადაფასება ყველაფრის. ფაქტიურად 2008 წელმა, რომელმაც საქართველოს უზარმაზარი მსხვერპლი და უზარმაზარი დანაკარგები მოუტანა, შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა. რუსები მიხვდნენ, რომ ასე კრახის წინაშე იყვნენ, იმიტომ რომ პატარა საქართველომ შეუქმნა დიდი პრობლემები. მაგრამ ხომ იცოდნენ ამერიკელებმა რა შემძლეა ქართველი ხალხი? ქართველი ხალხის პოტენციალი არის დამცირებული და აი რო იტყვიან, აი ასეთ დონემდე დაკუმშული, დაჭმუჭნული. ეს ფანტასტიკური შეძლების ხალხია, რატომ არ მიგვიღეს? რაც გვემართლებია. ჩვენ იქეთა გვაქვს პრეტენზია. როდესაც რუსეთი სუსტი იყო, რატომ არ მიგვიღეს ევროპაში და რატომ არ მიგვიღეს ნატოში? იმიტომ რომ ფეხებზე ვეკიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვჭირდებოდით მათ ნატოში. ჩვენ მათ ვჭირდებოდით დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ. იმიტომ რომ თავარი მიზანი მაშინ იყო. რატომ არ მიიღეს რუსეთი ნატოში? ის ხო იხვეწნებოდა. ხმა, რომელიც 300 წელი გარდა 30 წელისა იყო ევროპის ხმა, მივიდა და მე დაჩოქებული ეხვეწნებოდა, რომ თქვენთან მინდა და ინტეგრაცია და რაკმეს მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ის დიდი ერია, მრავალრიცხოვანი ერია, სხვანაირი ერია და ფაქტობრივად დაჩოქებული ქვეყანა წამოიქაჩა ნელ-ნელა, როგორ გადაარჩინეს ის სამხედრო სფეროები, ფანტასტიკურია. მე ვიცი ეს სფეროები რაც არის, მე თვითონ მქონდა ჩემი სამეცნიერო საქმიანობა, ფანტასტიკურ სამეცნიერო ცენტრში, სადაც სასწაული რაღაცები კეთდებოდა და მე ზუსტად ვიცი რა არის და რა არ არის, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს დასავლეთის მიმართ უზარმაზარი პრეტენზიები. მათ ჩვენ მოგვატყუეს. მათ
ჩვენ არსად არ მიგვიღეს მათ შეურაცხყოფს ქართული კულტურა, ქართული ხალხი, მისი წარსული მოძებნეს ერთუჯრედიანი არაფრის მაქნესია NGO-ები, რაღაცე ჭრელა პარტიები მილიარდი ჩატვირთეს მათში და ამით უნდათ საქართველოს მართვა. მხოლოდ პროფანებს, მხოლოდ პროფესიულ უვიცებს შეეძლოთ ასეთი დიდი შეცდომა დაეშვათ. და ზუსტად ამ შეცდომას იმეორებენ ისინი დღეს, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, მე როცა მოვისმინე ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე ბოდიშით სახელმწიფო მდივნის განცხადებები საქართველოზე, ეს ხალხი უვიცები არიან და არ შეიძლება იყვნენ გაცნობიერებული საქართველოში. ამიტომ თქვი, მე შენ საელჩო რო ხარ ამერიკის, ამხელა საელჩო რო ხარ რა. კი, მაგრამ პროფესიული დონე არა გაქვს. რაებს აწოდი? ეს ხო შენს წინააღმდეგ არის მიმართული. რომ წაიყვანე ის ერთუჯრედიანი და კონგრესში დააჯინე და საქართველო ალანძღია, შენ გინდა გიგაურის მეშვეობით მართო საქართველო. ესე იგი, სრული უვიცი ხარ, არიცი სადა ხარ მოხვედრილი. ქართველები ასე იოლად მართალია, აქვთ საშინლად ცუდი თვისება. ეგუებიან, გამიგეთ რა, ჩვენ 30 წელზე მეტია ვეგუებით შეურაცხყოფას, ვეგუებით დამცირებას, შევეგუეთ გაღარიბებას, შევეგუეთ იმას, რომ ოჯახები დაგვიშალეს და ქალბატონები არანორმალურად მძიმ ჩემი პატივისცემა მათ სასწაულად არანორმალურ ცუდ საქმეებში ჩადეს ძიმე სამუშაოზე. ხო სწორია, საშინელება და დღეს ერთმა ქალბატონმა ევროპიდან მომწერა, რომ მალე მათ ყველას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და თქვენ ყოველ დღე წარმოგიდგენიათ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც ისინი ასრულებენ.